თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვრცელ სატელეფონო ინტერვიუში პირველებთან პირველად საუბრობს მის გარშემო და მის გარემოცვალებთან დაკავშირებით დაწყებულ საქმეზე და ის მისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ დააკავა ახლა სუსმა თავდაცვის სამინისტროს. ორი მაღალჩინოსანი, კერძოდ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ასევე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, როგორც თავად განმარტავს, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ინტერესი ვერანაირად ვერ იქნებოდა კორუფციული სქემა ამ საქმეში, შესაბამისად მას აქვს მოლოდინი, რომ საბოლოოდ გაირკვევა სიმართლე და ეს ორი ადამიანი გამართლდება. ასევე ჩვენ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავუსვით კითხვები მის ახლო ნათესავთან ვასილ მხეიძესთან დაკავშირებით, რომელიც ასევე დაკავებული არის და ის არის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, როგორც თავად გვეუბნება ვასილ მხეიძესთან მას ჰქონდა კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც სუსმა დაიწყო გამოძიება ამ საქმეზე და ვასილ მხეიძეც გამოკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თუმცა როგორც თავად ამბობს, დეტალურად არ გაუგია ვასილ მხეიძისგან რას ედავებოდა მას გამოძიება. ამბობს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ თუ ვინმე არის დასასჯელი, აუცილებლად უნდა დაისაჯოს, თუმცა მას არ სჯერა, რომ რაიმე ბრალეულობა მიუძღვის ვასილ მხეიძეს ამ საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში გაირკვევა სიმართლე და ჩემი თანამშრომლების ბრალეულობა მე დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება ამ საკითხში. რაც შეეხება ახლა მე რაც სასამართლოდან გამომდინარე გავიგე და ინფორმაცია მაქვს, ბუნებრივია ესწრებოდნენ ჩემი ოჯახის წევრები სასამართლოს. აქ მხოლოდ და მხოლოდ თუ გაყალბებას აქვს ადგილი საბუთების, ეს შეიძლება შედიოდეს კერძო კომპანიის ინტერესში. მე თეორიულად ვერ უშვებ, რატომ შეიძლება შედიოდეს უწყების ინტერესში, რომ კერძო კომპანიას საბუთები გაეყალბებინა. რაც შეეხება ჩემს ნათესავს, თუ ამაში ხელშეწყობა აქვს, მე როგორც ვიცი, გაყალბების, თუ ამას შემთხვევაშიც ვერ წარმომიდგენია, რატო შეიძლება შედიოდეს ჩემი ნათესავის ინტერესში, რომ ხელი შეეწყო ამ საბუთების გაყალბებაში. თუმცა თუ მან ასეთ რამეში მიიღო მონაწილეობა, ბუნებრივია უნდა დაისაჯოს. ბუნებრივია, როდესაც ეს საქმე და ამ საქმის სკანდალი გასკდა, თავიდანვე გაჩნდა კითხვები, უნდოდა თუ არა გამოძიებას გასვლა თავდაცვის ყოფილ მინისტრზე და ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ირაკლი ღარიბაშვილზე. ჩვენ კითხეთ ბუნებრივია ჯუანშერ ბურჭულაძეს, ელოდება თუ არა თავად დაკავებას და რა გამოიკვეთა მისთვის, სურს თუ არა გამოძიებას მასზე გასვლა. როგორც თავად გვეუბნება, ეს მისთვის არ გამოკვეთილა, თავად ფიქრობს, რომ გამოძიებას მასზე არ სურს გასვლა, არც მასზე და არც ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, რაზე დაუსვეს კითხვები ჯუანშერ ბურჭულაძეს გამოკითხვისას, ესეც ვკითხეთ მას, თუმცა როგორც თავად ამბობს, მას აქვს მოწმის სტატუსი, დაადასტურა, რომ იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე და შესაბამისად დეტალებზე ახლა თუ რა კითხვები დაუსვეს მას, ის არ საუბრობს და ძალიან საინტერესოა ის, რომ როგორც ჩანს, ახლო კომუნიკაცია ჰქონდათ ირაკლი ღარიბაშვილს და ჯუანშერ ბურჭულაძეს ამ საქმის საჯაროვების შემდეგ, როგორც თავად გვეუბნება, შეხვდა კიდეც ირაკლი ღარიბაშვილს და მოკლედ გვეუბნება, რომ ღარიბაშვილი დაინტერესდა რა კითხვები ჰქონდა მასთან გამოძიებას. თქვენ იმყოფებოდით გამოკითხვაზე? მე ზოგადად ეს გამოძიების პროცესი ისედაც გრიფიანი საქმეა და თან გაუთქმელობაა და ანუ შესაბამისად იმყოფებოდით რა. ამით შემოვიფარგლები. კი ბატონო, ხომ ფიქრობთ, რომ თქვენზე სურთ გამოსვლა, ან თუნდაც? არ მგონია, თათია, მე რომ აქ რამე პოლიტიკური ინტერესი იყოს, ან დავალება იყოს. პროკურორი ამბობს, რომ ისინი შეაფასებენ მათ შორის თქვენს მონაწილეობასაც ამ პროცესში. აი, აქედან გამომდინარეც არ გიჩნდებათ კითხვა, რომ შესაძლოა თქვენ იყოთ სამიზნე? არ მიჩნდება, თათია, ესეთი კიდევ ვიმეორებ, ანუ ხელოვნურობის განცდა მე არ მიჩნდება. ღარიბაშვილთან თუ გქონდათ კომუნიკაცია ამ ამბის გასაჯაროვების შემდეგ, თუ დაგირეკათ ან თქვენ თუ დაურეკეთ? არა, ერთხელ მქონდა კონსულტაცია, შეხვედრა შევხვდი მე კი. ამ დღეებში, ამ ერთი კვირის განმავლობაში? ბოლოს შევხვდი კი. დიახ. და რა კითხათ თუ საიდუმლო არა? არაფერი ეს ამ თემასთან დაკავშირებით აინტერესებდა მე რა ინფორმაცია მქონდა. თავად არ უკავშირებს მის წინააღმდეგ ბრძოლას ამ საქმეს? არ მგონია ეს ახლა რომ ან მე მეხებოდეს ან ყოფილ პრემიერს რამენაერა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პირველებს ვრცელი ინტერვიუ მოგცა მის გარშემო ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით. ახლა მაყურებელმა მხოლოდ მცირე ფრაგმენტები იხილა მისი ინტერვიუდან, ხოლო ვრცლად კიდევ ვის ესაუბრა ჯუანშერ ბურჭულაძე ამ დღეების განმავლობაში. რა მოლოდინი აქვს, ელოდება თუ არა დაკავებას და აქვს თუ არა მას და ირაკლი ღარიბაშვილს ქართული ოცნების მოქმედ ხელმძღვანელობასთან რაიმე სახის კომუნიკაცია, ამას უკვე შემდგომ გამოშვებებში მოგიყვებით.